მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა ყველას, ვინც გამოიწერა ჩემი არქი, ვინც მილაიქებს და მიკომენტარებს, ყველას ძალიან დიდი მადლობა და მინდა შემოგთავაზოთ ახლა ასეთი თემა, ვისაც ფინანსები გაინტერესებთ, ფინანსური მდგომარეობა. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ჩემო კარგებო, დღეიდან მომდევნო 1 თვის განმავლობაში, როგორ წარიმართება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, როგორ იქნება, გავიგოთ. პირველი რაც მინდა გითხრათ ის არის რომ საჯარო გაშლა, ამიტომ ყოველთვის მართალია ძალიან ხშირად არ ვაკეთებ ვარიანტებით, მაგრამ პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა მოусმინოთ სიგნიფიკაციას. თუ თქვენი თავი, თქვენი ენერგიები გეცნოთ, მაშინ გააგრძელეთ ყურება, თუ არა და მაშინ შესაძლებელია დღეს თქვენი დღე არ არის, თქვენი გაშლა არ არის, ამიტომ შეგიძლიათ უყუროთ სხვა გაშლებს. ან სხვა თემებს შემოგარდება, ისე რომ ვიცი რომ ამას ყველა უმეტესობა 99% გაგებით ეკიდება. თუ არ გაინტერესებთ მსგავსი თემა, შეგიძლიათ უყუროთ სხვა თემებს. მადლობა ჩემო კარგებო და მე აღარ მოგაცდენთ და დავიწყოთ, როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამ მომენტისთვის. გავაკეთებ პოზიციებით, როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამ მომენტისთვის. პირველი კარტი იყოს ასე. შემდეგი კითხვა, ფინანსური მდგომარეობის განვითარება როგორი იქნება მომდევნო 1 თვის განმავლობაში? ფინანსური მდგომარეობის განვითარება როგორი იქნება მომდევნო 1 თვის განმავლობაში? ვნახოთ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ შეინარჩუნოთ სტაბილური ფინანსური მდგომარეობა? ვნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. შემდეგი კითხვა, დახმარება ან რაღაც დამატებითი შემოსავალი თუა მოსალოდნელი თქვენს ცხოვრებაში, ან საჩუქრის სახით, ან შესაძლებელია ვინმესგან ელოდებით, ხო, ან მოლოდინი გაქვთ და ნახოთ თუ მოსალოდნელი დახმარება ან დამატებითი რაღაც ფინანსური შემოსავალი თქვენს ცხოვრებაში მომდევნო 1 თვის განმავლობაში. ნახოთ, დახმარება ან რაიმე დამატებითი ფინანსური შემოსავალი. თუ საჭირო გახდება მე დავამატებ კარტებს, დავამატო ახლავე, მოდი დავამატებ ახლავე, მაინც იყოს თითო კარტიც, უფრო ვრცლად რომ მქონდეს ინტერპრეტაცია. პირველი კარტისთვის დამატებითი, მეორე კარტისთვის, მესამე კითხვა და მეოთხე კითხვა, აი ასე. გავაკეთოთ და ვნახოთ რას გვეტყვის და რას გვიჩვენებს ჩვენი დასტა. ვნახოთ აბა ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა როგორია თქვენთვის. ამობდა პაჟი, კვერთ, ესა ვიყვაცავთ პენტაკლის პაჟი, ჩემო ძვირფასებო, პენტაკლის პაჟი, დამატებითი არკანი, 6-იანი ხმალი, ჩემო კარგებო. რა შემიძლია გითხრათ? მინდა გითხრათ, რომ იყოს ასე, რომ თქვენც ხედავდეთ. ამჟამინდელი მდგომარეობა. პენტაკლის პაჟი, მინდა გითხრათ, რომ ფინანსური თვალსაზრისით ფინანსური არკანია, ხო, პენტაკლია და მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ფინანსური მდგომარეობა გაქვთ შემოსავალი, შესაძლებელია ეს არ იყოს ესეთი დიდი და ესეთი მნიშვნელოვანი რაიმე შემოსავალი, მაგრამ უფულოდ ყოველ შემთხვევაში არ ხართ, ანუ რაღაც შემოსავალი, თქვენი რაღაც საწყისი გაქვთ. პაჟი ეს არის მდგომარეობა, როდესაც რაღაც ახალი ეტაპი შეიძლება, ახალი ეტაპის დასაწყისი, ასევე ზოგიერთისთვის, ხო? პატარა, მაგრამ მყარ საფუძველს მყარი საფუძველი გაქვთ, პატარა, მაგრამ მყარი საფუძველი გაქვთ რაღაც ფინანსური შემოსავლის. შესაძლებელია რაღაც ზოგიერთი თქვენგანი რაღაც ახალ დაწყებულ რაღაც ახალ იდეას ახორციელებთ, რაღაც ახალი დაწყებული გაქვთ, ზოგიერთ შესაძლებელია რაღაც სამსახური, ახალი დაწყებული გაქვთ რაღაც საქმე, ერთი სიტყვით, ფინანსური თვალსაზრისით გაქვთ ფინანსური რაღაც შემოსავალი, თუმცა ეს არის საწყისი ეტაპი, რომელიც 6-იანი ხმალი გვიჩვენებს იმას, რომ განვითარების პროცესშია და უკვე
გვიჩვენებს იმას, რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადადიხართ. რაღაც ძველი მდგომარეობიდან ახალზე გადადიხართ, ხო? თითქოს ნელ-ნელა უფრო მშვიდ დინებაში, მშვიდ წყლებში შედიხართ და ეს პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, ჩემო ძვირფასებო. ანუ ჯერ კიდევ გრძნობთ იმას, რომ რაღაცას უკან ტოვებთ, რაღაც სირთულეს უკან ტოვებთ და რაღაც ახალი საწყისი, რაღაც თანდათან წინ მიდიხართ, ანუ უკეთესობისკენ მიდიხართ. ანუ როგორც უკვე თავში გავიმეორეთ, ჩემო ძვირფასებო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე გაქვთ რაღაც სტაბილური და უკვე ესეთი შემოსავალი, რომ უკვე ყველაფერი ძალიან დიდი, ხო? ანუ არის შემოსავალი, შესაძლოა მცირე, მაგრამ ეს უკეთესობისკენ მიდის, უკეთესობისკენ თანდათან ვითარდება. თანდათან რომ იმატებს შემოსავალი და რაღაც ახალ ეტაპზე რომ გადადიხართ, ახალ ეტაპზე. ანუ ზოგიერთისთვის შესაძლებელია ეს იყოს რაღაც შემოსავლის ანუ ახალი სამსახური, როგორც უკვე ვთქვი, ხო? ანუ აღარ გავიმეორებ. მე მგონი მივხვდით უკვე რაზეც ვსაუბრობ. ისე რომ თუ გეცნოთ თქვენი სიტუაცია და თქვენი თავი გააგრძელეთ ყურება და ვნახოთ, როგორი იქნება ფინანსური განვითარება მომდევნო 1 თვის განმავლობაში, როგორი იქნება. 10-იანი თასი, დამატებითი არკანი, 4-იანი თასი. ჩემო კარგებო. 10-იანი თასი ვიცით, რომ ძალიან კარგი პოზიტიური არკანია. შესაძლებელია, ანუ ეს არის ფინანსური ბარათი არ არის, პენტაკლი არ არის, მაგრამ როდესაც კმაყოფილი ხართ, კმაყოფილებაა იმით, რაც გაქვთ. მშვიდად გრძნობთ თავს, ჰარმონიულად გრძნობთ თავს, თქვენი შემოსავლით ერთი სიტყვით, იმით, რაზეც ადგიხართ ფინანსური თვალსაზრისით, როგორც შეიძლება მცირე თანხა მოდის, ანუ არც ისეთი დიდი შემოსავალი გაქვთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კმაყოფილება გაქვთ იმით, რომ ბევრი არა, მაგრამ თქვენს რაღაც მოთხოვნებს აკმაყოფილებს და კმაყოფილი ხართ ერთი სიტყვით იმით, რაც გაქვთ. ერთ თვეში შეიძლება იგრძნოთ სტაბილურობა და ანუ რაც გაქვთ იმით, მაგრამ 4-იანი თასი, დამატებითი ბარათი, 4-იანი თასი გაფრთხილებაა ეს უბრალოდ იმის, რომ შესაძლებელია მაინც და მაინც გინდათ ანუ კმაყოფილი არ ხართ იმით კი რაც გაქვთ, მაგრამ გინდათ ისურვებდით უფრო მეტს, ხო? რა თქმა უნდა. ეს თავისთავად ასე იქნება, მაგრამ უბრალოდ გაფრთხილებაა, რომ შესაძლებელია აი ეს მომენტი, რომ უფრო მეტი გინდათ და მაინც დიდად ეს მომენტი ცოტა ან როგორ გითხრათ იცით, არ გამოგეპაროთ, ანუ შესაძლებელია რაღაც გზა არსებობს თქვენს გარშემო, რაც უფრო მეტ ფინანსურ მოგებას მოგიტანთ, მაგრამ შესაძლებელია თქვენ ამას ვერ ხედავთ. აი ნახეთ, 10 ეს თასი ვიღაც ხელს უწვდის და სთავაზობს, ხო, რაღაც ახალ შანსს და უბრალოდ ეს პიროვნება იმდენად ამ შემთხვევაში თქვენ იმდენად ხართ რაღაცა მოწყენილი თითქოს, რომ აი მეტი გინდოდათ და მაინც კი არის ცოტა რაღაც, მაგრამ ის არ არის რაც გინდოდათ, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ხართ, ხო? აი რაღაც თითქოს და უკმაყოფილოს ვერ ვიტყვი. აქ 10-იანი თასით კმაყოფილება არის, უბრალოდ თითქოს მოლოდინი იმის, რომ უფრო მეტი იქნებოდა, აი ეს არის, უფრო მე ვფიქრობ. უფრო მეტის მოლოდინი გქონდათ, მაგრამ ნუ არც ეს არის ცუდი, ხო? არც ეს არის ცუდი. აი ესეთი მომენტი და თქვენ შესაძლებელია გამოტოვოთ რაღაც შანსი, რომელსაც ვერ ხედავთ, ხო? შესაძლებელია არის რაღაც გზა თქვენს გარშემო, რაც შეიძლება გამოგრჩეთ, რაც შეიძლება ვერ დაინახოთ და აი ამას მიაქციეთ ყურადღება. უბრალოდ კმაყოფილება არის, უბრალოდ რაღაც სხვა გინდათ უფრო და ამას მიაქციეთ ყურადღება, ჩემო კარგებო. კიდევ შესაძლებელია იყოს ფაქტორის, რომ გარშემო მყოფები თქვენი ოჯახიდან, თქვენი ძალიან ძვირფასი ადამიანებისგან მიიღოთ რაღაც მხარდაჭერა, გვერდში დგომა, ასევე შესაძლებელია ზოგიერთთან ასეც რეზონირდეს და ამასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს არ გამოგრჩეთ, ეს არ გამოგეპაროთ და ამას მიაქციეთ ყურადღება ერთი სიტყვით. შემდეგი კითხვა იყო, რა უნდა გავაკეთოთ სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ხო? მთვარის არკანი და დამატებითი არკანი 5-იანი თასი. რა უნდა გავაკეთოთ? მთვარე მიგვანიშნებს, ჩემო კარგებო, იმას, რომ მთვარე ეს არის ინტუიცია, ინტუიციას უნდა დაუჯეროთ ასევე და იმოქმედოთ სიფრთხილით. კიდევ მთვარე
შესაძლებელია იყოს ესეთი ფაქტორი ზოგიერთთან რაღაც დამალული, დაფარული, რასაც ამ მომენტში ყურადღებას არ აქცევთ ჩემო ძვირფასებო და ამასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ არ იყოს ესეთი ფაქტორი დაფარული ან ვინმეს რაღაც ინტერესი, რაღაც მოგატყუოთ, რაღაც შელამაზებულად გაჩვენოთ, ანუ ილუზიაში არ ჩავარდეთ, არ დარჩეთ მოტყუებული და ეს ფაქტორი შესაძლებელია იყოს აქ. ამას გაუწიეთ ყურადღება, რომ თუ გინდათ სტაბილურობა შეინარჩუნოთ და ასევე ინტუიციას მოусმინეთ, თქვენს ინტუიციას მოусმინეთ ფინანსურ საკითხებში, ხო? შესაძლებელია ყველაფერი ისე არ ჩანს ზედაპირზე, როგორც გონიათ და შესაძლოა არის რაღაც დეტალები, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. 5-იანი გვაფრთხილებს, რომ ნუ ჩერდებით იმაზე, რაც შეიძლება დაკარგეთ, ხო? შესაძლებელია მანამდე რაღაც რომ მიგეღწიათ და რაღაც დაგეწყოთ, იყო რაღაც დანაკარგები და აი ამაზე არ გაჩერდეთ, შემოკარგებო, რაც დაკარგეთ, იმაზე ნუ გაჩერდებით, გაუწიეთ იმას უბრალოდ რომ რაღაც სხვა შესაძლებლობების დანახვა კიდევ უნდა შეგეძლოთ, ნახეთ, ანუ არის აქ თასი, რომელიც დგას სავსე ერთი მაგიდაზეა წინ, მაგრამ შესაძლებელია თქვენ ამას ვერ ხედავთ. ანუ იმ დანაკარგს ნუ შეშინდებით იმ დანაკარგს, რაც დაკარგეთ, თქვათ და იმაზე, რაც არ გამოგივიდათ, ხო? ნუ გაჩერდებით. კიდევ მოიძიეთ სხვა შანსები, რომლებიც თქვენს წინ არსებობს და თქვენ უკვე უნდა დაინახოთ, უბრალოდ არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში და ასევე ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება, ხო? შესაძლებელია მთვარის არკანი რაღაც არ ჩანს ისე ზედაპირზე, ამიტომ ამ ყველაფერს წვრილმანებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, ჩემო ძვირფასებო, რომ შეინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა. ფხიზლად უნდა იყოთ, ფხიზლად ერთი სიტყვით. და ვნახოთ დახმარება ან დამატებითი შემოსავალი თუ გექნებათ ამ ხნის განმავლობაში ერთი თვის მანძილზე. ორიანი ხმალი და დამატებითი არკანი ტუზი პენტაკლი. ჩემო ძვირფასებო, ორიანი ხმალი აქ რაზე მიგვანიშნებს? ორიანი ხმალი მიგვანიშნებს იმას, რომ შესაძლოა რაღაც არჩევანის წინაშე დადგეთ, მიიღოთ თუ არა, თქვათ რაღაც შემოთავაზება, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს. შესაძლებელია თქვენ მოგიხდეთ რაღაც არჩევანის გაკეთება, გამოჩნდეს ვინმე, ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ვინც რაღაცას შემოგთავაზებთ, უბრალოდ თქვენ გჭირდებათ რაღაც გადაწყვეტილების მიღება, მიიღოთ თუ არა, აი ეს ტუზი პენტაკლი, რომელიც სხვათა შორის ძალიან კარგი ფინანსურ შესაძლებლობებს გპირდებათ და ფინანსურ რაღაც შანსებს. ამიტომ ამაზე იფიქრეთ. რა თქმა უნდა, გამოჩნდება, არის რაღაც ახალი ფინანსური გექნებათ შემოთავაზება ან დახმარება, უბრალოდ თქვენ გჭირდებათ ამაზე დაფიქრება და გადაწყვეტილების მიღება, დაგჭირდებათ, აი მიიღოთ თუ არა ეს დახმარება, ის იდეა, ის აზრი, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გაუმჯობესებს, გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ, ჩემო ძვირფასებო. აი ესეთი იყო ფინანსური პროგნოზი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ფინანსური მდგომარეობა ახლა თქვენი არის იმ ეტაპზე, რომ გადადიხართ რაღაც ახალ ეტაპზე, სირთულეები, რომელიც გქონდათ და შესაძლებელია მთლიანობაში რომ შევაჯამოთ რაღაც დანაკარგები, რაღაც შესაძლებელია ისე არ წაგივიდათ, ისე არ იყო, როგორც გინდოდათ მთლიანობაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რაღაც დადებითი ნიშნები და სიგნალები იმის, რომ წინ მიდიხართ, ამისი არის, შემოკარგებო, ანუ შესაძლებელია მცირე, მაგრამ სტაბილური რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ მიიწევთ, შემოკარგებო. თქვენ ერთადერთი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, არის ის, რომ ცოტა მეტად ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ცოტა მეტი ყურადღება დაუთმეთ წვრილმანებს და დეტალებს, რომ რაიმე არ გამოგრჩეთ და შანსები, რომლებიც გამოჩნდება, აი იმ შანსებზე იფიქროთ და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, შემოკარგებო. აი ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა დღევანდელი ჩვენი გაშლა ფინანსებთან დაკავშირებით. მე მადლობას მოგახსენებთ, ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ, ვისთან როგორ რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის.